დროს შორეულ ქვეყანას ერთი რადიანი მეფე შოკოლადის ქვეყანას მართავდა. ჩხუბი უნდოდა, ჩულ ომი უნდოდა. მისი რაინდებით რადიანები იყვნენ. ხან ნაყნიშვებას ეომებოდნენ, ხან ვაფლის დედოფალს. მაინც არ იცვენებდა შოკოლადისვები. თუ იმას ფიქრობდა, მის დავეწყა თავშო. მისმა რაინდებმა ურჩიეს. წამოდი მეფეო, მზის სამეფოს, თავს დავესხატო. შოკოლადის რაინდებს თავი ყველაფერი ეგონა. აი ეს შოკოლადის ჩილდიშლები, შოკოლადის ხმლები და მზის სამეფოსთან წავიდნენ. ისე ტრაფელ გარბოდნენ, გზაზე შურ აკავტვեր დაყენეს. ნეტა რა უნდათ მზის სამეფოსთან. არ იცოდნენ, რომ გზა დიდი და ცხელია. თუ ახლა შევიხვა, დაიტვები. მაგრამ ისინი გათამამებლები იყვნენ. მალე სამეფოდ გამოჩნდა. ერთ მზეს როგორ ვერ მოვერევი, ყველასთან რაინდები და ყარიბჭესთან შეგროვდნენ. ზე გაკვირვებულმა გამოიხედა, ვინ მოინდომა თემ დამარცხება. დამნებდი ზეო! ყველას შოკოლადის მეფე. ყოჩთა გვარდი. ვეროდნენ რაინდები. შვილდიცები მოდიდეს და მზეს შოკოლადის შიშრები აშროდნენ. მაგრამ აბა თუ იცით რა მოხდა. მზის ხიბებით ჰაერი ისე გათბა, შოკოლადის არის დადნა. სადახარ, გაუთება მაშინ გენახად, როცა ცხადები, ხმები, აბჯრები, ყველაფერი მამჯნობა დაიწყო. ვაიმე, თავუჩვენოთ, ცეჩვენდლიერი ყოფილა. ყველოთრინ რაინდები, ერთმანეთ ასწრებდნენ. მაგრამ მზის სიცხიდან გზაში ძნებოდნენ და ბერმა აშლა ვერ მარხერხა. აი, სადამდე მიიყვანა შოკოლადის რაინდები, ყები და ჩაგვრეს სულვიმა. ამიტომ არასდროს არავინ უნდა დაჩარო.